ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და ახლანდელი წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. კამათი დღევანდელ საკრებულოს ხდომაზე გიორგი კირთაძესა და ნუკრი დოლიძეს შორის ქალაქის ქუჩების დაგეგმარების განხილვას მოჰყვა. 2013 წლის მუნიციპალური პროგრამების შესრულების ანგარიშის განხილვისას დოლიძემ ბათუმში გასულ წელს ქუჩების, ტროტუარების და წრიულების დაგეგმარებასთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვა. პასუხად გიორგი კირთაძე მას წარსული შეახსენა და აღნიშნა, რომ ღონისძიებებს თავად ნუკრი დოლიძემ დაუჭირა მხარი და სამუშაოების განხორციელების ტენდერშიც მისმა კომპანიამ გაიმარჯვა. თემაზე უფრო ვრცლად დღის მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. მე დავაყენე ის საკითხი და ვთქვი, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა ძველი ბულვარის, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, რაც გააკეთდა იმ პერიოდისათვის რა, რომ არ მოხდეს ბოდიში ასე და ხალხის აყრა. გიორგიმ გამოხატა, რომ თქვენ იყავით აქა და ხელს წევდით და მე მჯერავს მისიც, მაგრამ მანაც იდგა იქანე, სადაც მას მე ასე მგონია არაფერს არ ეკითხებოდნენ, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობდით ერთად და ძალიან კარგად ვიცი, რომ ბატონ გიორგის რას ეუბნებოდნენ და რას კითხავთ. ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აქტიური სახეები, თვითონ იღებდნენ ხოლმე გადაწყვეტილებას, სად რომელი ქუჩა უნდა გასულიყო, როგორ უნდა გასულიყო ეს ქუჩა, შემდეგ ესე ვთქვათ, აპროექტებდნენ მას, შემდეგ ცხადდებოდა ტენდერი, ისინი იგებდნენ ტენდერს და თავიანთი კომპანიებით ახორციელებდნენ ამ ქუჩების კეთილმოწყობას და მოწესრიგებას. დღეს ავამბობ, რომ თურმე ეს ქუჩები მთლად არ ყოფილა დაეგმარებული და მართლა სასაცილოა უკვე რა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა, იმ ადამიანებმა, ვისთანაც მე დღეს ბათუმის საკრებულოში უკვე უმრავლესობაში ვსტომ ადამიანებთან მაგ კამათი თვითონ ნახეს სარგებელი იმ მშენებლობებით პირველ რიგში რაც ბათუმში ხდებოდა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის ხდომაზე დღეს ჯანდაცვის სამინისტროს 2014 წლის პროგრამების შესრულების პირველი კვარტლის ანგარიში მოისმინეს. მინისტრი ნუგზარ სურმანიძე პირველი კვარტლის მუშაობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ყველა დაწყებული პროგრამა გეგმიურად განხორციელდა. გამოცხადებულია ტენდერი სასმენი აპარატების შეძენაზე. სამინისტრო აგრძელებს ვაუჩერების გაცემას იმ კატეგორიის ადამიანებზე, ვისაც ეტლები ესაჭიროებათ. დღესვე კომისიის ხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პროექტზე იმსჯელეს, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე დახმარების კრიტერიუმების განსაზღვრას გულისხმობს. ჩვენ დეპარტამენტმა წარმოადგინა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახების დახმარების კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების მიხედვით მოხდება დახმარება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იმით არის, რომ ყველანაირი საკითხი, დახმარების საკითხი მოექცა სამართლებრივ ჩარჩოში, იქ პირველ რიგში იქნება სტიქია გათვალისწინებული და იმის შემდეგ იქნება აი სოციალური მდგომარეობა თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ესა თუ ის ოჯახი და რა კულების მიხედვით მოხდება თანხების გაცემა.